ეხლა ვიმყოფები გერმანიის ყველაზე ძვირიან ქალაქში, ბერლინში. აქ ჩამოვედი 40 დღით, უკვე ერთი კვირაა რაც ბერლინში ვარ და მინდა გაჩვენებთ როგორ ცხოვრობენ გერმანელები. გაჩვენებთ როგორ ვერთობი აქ ფულის გარეშე. Yeah, came through flexing cause they know I got the sauce. Got the presents on me, I can't ever take it. ეხლა მივდივართ climbing gym-ში. სხვათა შორის climbing gym-ი ღირს ერთი თვე 35 евро. თუ პირველად მიდიხართ. ასეთ ლამაზ ხედს ვხედავ ყოველ ჯერზე, როცა მივდივარ საცოც დარბაზში. აქ ნახეთ, მოვედით უკვე climbing gym-ში. აქ არის ფეხსაცმელები, ახალი, რომელიც იწმინდება ყოველ ჯერზე და ირეცხება. აი ასე გამოიყურება, ანუ სპეციალური ფეხსაცმელია საჭირო. ესე გამოიყურება ფეხსაცმელი. ჩვეულებრივი ფეხსაცმელით არ შეიძლება. აქ ნახეთ, ასეთი ყუთია. წერია რომ უფასოდ შეგიძლია აიღო. ანუ ვიღაცას ფეხსაცმელი რჩება ან ტოვებს, ანუ 2-3 თვე არ ჩნდება, ანუ არ იღებს ამ ფეხსაცმელს და მერე ამ ყუთში დებენ და ანუ ნებისმიერ შეუძლია პროსტა უფასოდ აიღოს და წაიღოს სახში და გამოიყენოს. და კიდე ერთი საინტერესო რაღაც, აქ არის გასახდელი და შხაპის მისაღები ადგილი ყველასთვის, ან გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ერთ ოთახში არის. ჩემი ძმა არის. აქედან რო შედიხარ, აქ გამოსაცვლელი ადგილებია, აქ ლოკერებია, აქ ხელების დასაბანი ადგილი და ეს არის დუშის ოთახი. აქ ესე აღებ, აქ შენი ნივთები შეგიძლია დადო და აქ უკვე თავისთავად მიიღო შხაპი. ძალიან სუფთა ადგილი არის, მინდა ვთქვა. მაგრამ უბრალოდ ანუ ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ გოგოები და ბიჭები ერთ ოთახში იცვლიან, თუ როგორ ანუ გასახდელი ოთახები კი არის მანდ, მაგრამ მაინც უცნაურია რა ძალიან. ხა ცოტათი უნდა გავიწელოთ. სპეციალური ადგილი არის ასეთი გასაწელად. ნახეთ, აქ climbing ზონაში, ეს უკან climbing ზონა არის და აქეთკენ არის მინი დარბაზი, სადაც შეგიძლია გაიწელოთ, ცოტა ივარჯიშო. აქ ნახეთ, ანუ გოგოებიც ვარჯიშობენ, ბიჭებიც, ან ძალიან კაი ზონა, იქ ხელების გასაწელი ზონა არის. აქაც ასაძრომიალი და იქ იწყება უკვე climbing-ი. ცოტა კიდევ გავიწელები და დავიწყებთ. რაღაც სპეციალური ხვნილია. ცოცვაზე არის თავისი სპეციალური წესები. ზემოთ უნდა აცოცდე ისე, რომ გამოიყენო მხოლოდ ერთი ფერი და ბოლო მოსაჭიდზე მოკიდო ორივე ხელი 3 წამით. და ჩამოსვლა შეგიძლია როგორც გინდა. მე ავარჩიე სპაიდერმენის ნახტომი, ფაფი ვარ. ეგზედ მეტად მარტივი იყო. ხელები მაგ ძალიან ხალხში უკვე ძალიან დავიყალე. დაჭიმული მაგ, ან ძალიან იჭიმება ხელები. ერთხელ უკვე ვიყავით უბრალოდ ამ დარბაზში, გუშინ წინ და ხელები მაგ დაღლილი ძალიან. აი უნდა შევეცადო აი ამ ლურჯზე აუცოცდე ესე ზემოთ. სხვადასხვა სიზნელის სასაზრომიალი არის ერთიდან დაწყებული ცხვრის ჩათვლით. ეხლა სადაც ვძვრები მარტივია 3 ციფრისაა. მაგრამ ჩემს 30 ევროიან შილაკს დარხეული აქვს. ხელები ანუ მიკანკალებს რა. დაღლილობისგან. ნახეთ რა ლამაზი ხედი იხსნება აქედან. ვაუ. მოკლედ ჩვენ დავამთავრეთ. ჩემი შილაკი ასეთია. როგორ მოგწონთ? შვენიერება. მაღაზიაში მივდივართ ახლა და გაჩვენებთ რა ფასებია აქ. პური ღირს მაგალითად ეს 1 და ან თითქმის 2 евро, ასეთი პური. ანუ მინიმუმ პური ღირს 2 евро რა. რო დიდი პურები თითქმის 3 ღირს. ეს რა არის? საზამთრო ღირს 3.50 евро. ძვირია. მაინც დი მაშინ რეები აიღე. მანახე. ეს რა 3 კექსია იყო. ლიმნის კეიკი დაგვევასა აქ ძალიან და 3 წელი იყიდა. ეგ ვაშლები მაგალითად თითქმის 3 евро ღირს, მაგრამ მგონი კილოა. ეგ ზემოთ ფასებს მივაწერ ლარებში რამდენი არის, რომ მიხვდეთ რამდენი ღირს. ბანანი 2 евро 1 კილო. ეს სალათა დაგვჭირდება წინაზე, მგონი აი ეს სალათა ვიყიდეთ და ძალიან კარგი იყო. არა ხო მგონი 2 евро ღირს. თუ არა, აი ეს ვიყიდეთ, ხო გამახსენდა. ეს რა ღირს კაცო? აი ამას ავიღებ ფიქრობ. აი 1 კილო ეს სტაფილო რო იყიდოთ, დაგიჯდებათ 2.80. ეს მაგალითად ყველაზე იაფიანი ერთზე დაგიჯდებათ 95 ცენტი, თითქმის 1 евро. თითქმის ისეთი ფასი გამოდის როგორც ჩვენთან არა, და შეიძლება უფრო იაფიც. ძალიან დიდი არჩევანია ყველაფრის. ხო, ძალიან ბევრი იოგურტებია და ანუ არ მთავრდება რა, ესე რო წახვიდე
ანუ ეს მთლიანად გაყოლებაზე არის. რა თქმა უნდა, უფრო მეტი არჩევანია ვიდრე საქართველოში. აშკარად ძალიან გემრიელი პროდუქტებია, ანუ ერთი კვირა აქ ვარ და ბევრი რაღაც გავსინჯეთ უკვე და ძალიან გემრიელია. აი კეფირი მაგალითად ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ აქ რო გავსინჯე, ისეთი კაი გემო ქონდა. ძალიან მომეწონა რა. ეხლა კეფირი მიყვარს. საქართველოში რაღაც ნაგავ კეფირს უშვებენ. ვა, ეს რაღაც საინტერესოა. ალპროს ეს რა არის? იოგურტია. იოგურტი და ღირს 2.20 евро. ვა, დიდი არის, მაგრამ ხო ცოტა ძვირია. მაგრამ რამხელა გემოს არჩევანი არის. ვა, ხე ყველის ქვეყანაში მოვხვდი. ძალიან ბევრი ყველის არჩევანია. ეს რო ავიღოთ ღირს თითქმის 2 евро. წერია რომ 1 კილო ღირს 11 евро და აი ეს 175 გრამი ღირს თითქმის 2 евро. ის ცით რა, ანუ ჩვენთანაც იგივე ფასებია მგონი ყველზე. ასე რომ დიდად განსხვავება არა. ეს არის კვერცხის ფასი. 5 და 60 евро 10 კვერცხი. ძალიან ძვირია როგორც ხვდებით. ეს ღირს 3.20. ყველაზე იაფიანი კვერცხი ღირს 2.50. 10 წელი, მაგრამ გერმანელმა მეგობარმა მითხრა რომ ძალიან ცუდი ხარისხის კვერცხი არისო. ანუ ესე კი კაი ჩანს, მაგრამ თქვა რომ ძალიან ცუდი არისო. აი რაღაც ბრინჯი ღირს 2.60. ნახეთ აქ შევედით სხვა მაღაზიაში, ეს არის ალპროს რძე, სხვადასხვა გემოების და ფასი არის 8 ლარი. ჩვენთან როგორც იცით, ესეთი რძე ღირს 25 ლარი. გამოდის რომ ბერლინში უფრო იაფი ღირს რძე ვიდრე ჩვენთან თბილისში რანაირად, ამიტომ შევამჩნია რომ ძალიან ბევრი რაღაც უფრო იაფია ვიდრე ჩვენთან. პრინციპში როგორც ხვდები, ბერლინში უფრო კარგია ცხოვრება ვიდრე თბილისში. განაჩენი შეიძლება რა. ეს ყველაფერი ვიყიდეთ, დაგვიჯდა 8 евро. ანუ აქ 2 იოგურტი არის, 1 კეფირი, ხო ესაა კეფირი, ეს 2 იოგურტი. რაღაც დასალევი, არ ვიცი რა არის, სიმართლე რო გითხრათ, რაღაც ყველი ვიყიდე გერმანული. არ ვიცი მე დავტესტავთ და აი ასეთი საინტერესო რაღაც ლიმონის ჩიზკეიქის გემოთი არის, არ ვიცი. ჩვენი გერმანელია. მithვალთვალებს. კაჩე, მოკლედ ამ რაღაცას გავსინჯავთ ახლა. ასეთი შოკოლადია. ჩვეულებრივი რძის შოკოლადია, ძალიან გემრიელი. ლიმონის ჩიზკეიქის შიფთავსით. საკმაოდ კარგია. და საერთოდ არ აქვს ქიმიის გემო. შეხედეთ პურების ფასებს. 6-5 евро ღირს. საკმაოდ ძალიან ძვირია. აქ შეხედეთ ნაგვის სორტირებას ვაკეთებთ. აქ შავი არის, ყველაფერი შეგვიძლია ჩავაგდოთ. ეს არის ბიო რაღაცა. ამაში ვყრით მხოლოდ ნარჩენებს. ხო, ესეთ ნარჩენებს. ეს არის პლასმასისთვის. ეს არის მარტო ქაღალდისთვის და ესეც რაღაც ქაღალდისთვის არის. და მოკლედ აქ ყოველთვის ნაგვის სორტირებას ვაკეთებთ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად ბერლინში ძალიან ბევრი უცხოური მაღაზია არის. მაგალითად, ახლა შევედი აზიურ მაღაზიაში. შეხედეთ რა იყიდება. აქ სხვადასხვა მშრალი სოკო იყიდება. გონი რაღაც კონფეტებია. ეს მალინის გემოს კიტკატი. ფასი რო ნახოთ, ძალიან ძვირია. აქ რაღაც წვენები არის, არ ვიცი პირველად ხედავ ეგეთ რაღაცებს. აი ეს ნეტა რა არის, ანუ კვერცხია, პროსტა კვერცხი. გონი პროსტა კვერცხია 3 ევროდ. ჩვენ ახლა მივდივართ ცენტრში ფეხით, იმისთვის რომ დავზოგოთ 4 евро, რადგან ერთი მგზავრობა ღირს 4 евро. საიდან მივდივართ, ანუ ვერ გავიგე, ანუ რაღაც გზას უჭრით ესე. გაჩვენებთ ყველაზე მაგარ ადგილს ბერლინში. ეს ფიქრობ გზა არის ველოსთვის. რაღაც ტბაზე მოვედით. ლავაზია ძალიან. აქ შუა ცენტრში შემთხვევით მარათონი გადის, სადაც არიან მარტო გოგოები. ბერლინის ცენტრში გადიოდა გოგოების მარათონი. ამდენი სპორტული და ლამაზი გოგო შეკრებილი ერთ ადგილში არასდროს მინახია. აქ ნახეთ სადარბაზოში რო შევდივართ. აქ ხალხი ტოვებს რაღაც ნივთებს და ნებისმიერ ადამიანს უბრალოდ შეუძლია აიღოს. ეს არის მაგალითად ხელის კრემი, SPF კრემი. ეს რა არის? ეს ნახევრად გამოყენებული ბალზამი. რაღაც წიგნები არის კიდე და ზოგადად რაღაც ტანსაცმელს აწყობენ ხოლმე აქ. რაც ხალხს არ ჭირდება და რა ვიცი, ვისაც ჭირდება, უბრალოდ იღებენ.
ეგაკ ნორმალურია. დღეს კვირა, ამიტომ არც ერთი მაღაზია და სუპერმარკეტი არ მუშაობს. ამიტომაც მივდივარ უბრალოდ გასეირნებაზე, ცენტრისკენ. აქ ახლოს სადღაც კამპუსი არის, მინდა გაჩვენოთ. აქ კამპუსთან ახლოს სავარჯიშო პარკი არის და ხალხი ვარჯიშობს. ორჯერ ვიყავით აქ მოსულები უკვე და ვარჯიშობდით. პარკში ხალხს გამოაქვს სავარჯიშო ინვენტარი და ვარჯიშობენ. და აი ეს დიდი არის სკოლა. ხო, ანუ უნივერსიტეტიც კი არა, ანუ სკოლა გამოიყურება აქ. აი ასე. აქ შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ ძალიან ბევრი ველო არის, რადგან ყველა უმეტესობა მოძრაობს ველოებით. ეს აქ ძირითადი ტრანსპორტია. ჩვენი სკოლები რომ ახსენდება, იმენა მეტირება ამას რო უყურებ. აქ რო სწავლობდე, რა ვიცი რა. აქ ბერლინში სხვადასხვა ეროვნების ხალხი მხვდება და ძალიან სასიამოვნოა. აქ მთელ ქალაქში შეხვდებათ აი ასეთი გზები სპეციალურად განკუთვნილი ველოსიპედებისთვის. ბერლინის ქალაქის რელიეფი ძალიან სწორია, ამიტომაც იდეალურია ველო მგზავრობისთვის. სიმართლე რომ გითხრათ, ეხლა ძალიან გახდილად ვგრძნობ თავს. მიზა მიუხედავად რომ გრძელი კაბა მაცვია, რადგან ბერლინელები ზოგადად ასე არ დადიან. ისინი ირჩევენ უფრო კომფორტულ ტანსაცმელს და გერმანელმა მითხრა რომ ჩანს რომ ტურისტი ვარ. ტანსაცმელიდან გამომდინარე. აქ ცალკე შუშის ბოთლები სორტირდება, ამაში იყრება ყავისფერი შუშის, ამაში თეთრი და ამაში მწვანე შუშა. პირველ დღეს ბერლინში რო ჩამოვედით, გამიკვირდა თუ რამდენად სუფთა ჰაერია. ანუ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს და სოფელში ჩამოვედი. და მარტო მერე გავიგე რომ მანქანებს აქვთ აი ასეთი მწვანე სტიკერი. ეს იმას ნიშნავს რომ მანქანას აქვს ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის მაჩვენებელი. ამის გამო ჰაერი ბერლინში ძალიან სუფთაა. ისეთი მსუბუქია თითქოს იმყოფები ტყეში. ეს იმიტომ ხდება რომ ბერლინი ითვლება ეკოლოგიურ ადგილად და ყველგან სადაც არ უნდა გავიარო, ანუ სიჩუმეა. თქოს მართლა სოფელში ვცხოვრობ სადღაც, მივედი სადღაც კახეთში. სხვათა შორის აქ ლეგალურია მარიხუანის მოწევა და ხშირად უფრო პარკებში დამინახია რომ ხალხი ეწეოდა. აქ ეს ლეგალურია, შეიძლება მგონი 3 ბუჩქის გაზრდა თუ რაღაც ეგეთი, ზუსტად არ ვიცი. აი იქ შავკანიანებმა გაიარეს წეღან და პლანს ეწეოდნენ. აქ თქვენ შეამჩნევთ ნებისმიერი ასაკის ხალხს, რომელიც გადაადგილდება ასეთი ტრანსპორტით. ახალგაზრდები, მშობლები ბავშვებით, მოხუცები. ბერლინი ითვლება ეკოლოგიურ ზონად და სახელმწიფო ძალიან ზრუნავს ამაზე და ხელს უწყობს ველოსიპედებით კომფორტული გადაადგილებისთვის. მთელ ბერლინში სპეციალური გზებია განკუთვნილი ამისთვის. მთელ ქალაქში შეამჩნევთ უზომოდ ბევრ ველოსიპედებს ყველგან. იცით რა შევამჩნია? რამდენი ხანია აქ ვარ და არც ერთი ადამიანი არ შემემჩნევია ჯერ, რომელიც ესე მიდიოდეს ქუჩაში და უყურებდეს ტელეფონში. ან თითქოს და აქ ხალხი მაგას არ შვება. არ იყენებს თითქოს და ტელეფონს, როცა იმყოფება გარეთ. რადგან აი მართლა არავინ მინახია. ანუ ყველა სადღაც მიდის, ყველა სადღაც ეჩქარება, მაგრამ ტელეფონში არავინ იყურება. Bus station-ი არის ეს, ავტობუს ველოდებით ახლა. ანუ ესე შორიდან რო შეხედოთ, ანუ გავს რო აქ ავტობუსი ჩერდება, არაფერი არ აქვს დასაჯდომი. ესე შემიძლია ჩავიცოცხო, რაღაცები ვიყიდე მაღაზიაში. ველოდებით ავტობუს მივდივართ სახლში. დღეს ორშაბათია, რაღაც მაღაზიები ისევ არ მუშაობს, რადგან რაღაც დღესასწაული არის თუ რაღაც მაგდაგვარი, თუ ეკლესია გაიხსნა, ზუსტად არ ვიცი და ყველა მაღაზია დაკეტილია დღეს. შევედი ახლა ბეიქერში და რაღაც, ანუ პური ვიყიდე 1.9 ევროთ, ან თითქმის 5 ლარია. ჩვენთან თუ ვყიდულობთ ლავაშს ლარნახევრად, აქ თითქმის 5 ლარი ღირს. ძვირია, მაგრამ რა ვქნათ. და მაღაზიებში პრინციპში იგივე ფასია, ამიტომ დიდად ბეიქერში იყიდი თუ მაღაზიაში, განსხვავება არ არის. დღეს არასამუშაო დღე რო არის, ყველა ისვენებს, პიკნიკს აწყობენ, ოჯახებთან ერთად ისვენებენ, ზოგი წიგნს კითხულობს, რა ვიცი, ველოები აყენია აქ, ხალხი ისვენებს ამ დღეს. ჩინური ტკბილეულობები ვიყიდეთ აქ და ვიდეო უნდა გადავიღოთ ცალკე, ლინკს დავტოვებ ვიდეოს აღწერაში. შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვა. ადგილს ვეძებთ ახლა, რამე ბუნებაში მინდა გადავიღო. ნახეთ რა, ეს ითვლება აქ ჩვეულებრივი პარკად. ანუ ტყე არის რა. ტყე ლამპიონების გარეშე. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს და შემაგარა გზა მივედი. აუ და რა სუფთა ჰაერია, ვაი მე როგორ მომწონს აქ. აუ მოკლედ ახლა ჩვენს თვალწინ უბრალოდ ვიღაცა შეეჯახა სხვა მანქანებს, რა ვიცი, ვიდეოს ჩავსვავ, ან პროსტა სურათების გადასაღებად გავედით და ანუ უცებ გვესმის რაღაც ხმა რა უკან. და პროსტა ეჯახება ერთი კაცი. კაცი იყო, იჯდა მანქანაში და
უხვევდა შემოსახვევში და პარკინგზე მდგომ მანქანებს დაიჯახა რა. არ ვიცი შეიძლება რაღაცა ჭირდა ან მომენტში გონება დაკარგა ან რა მოვიდა, არ ვიცი. მე რომ მივედი კარი რო გავაღე, ნუ ნელი სიჩქარე დაეჯახა და ამიტომ კარგად იყო რა ეგ. ხო, ანუ სასწრაფოში რეკავდა და მე გერმანელებმა გააგრძელეს რა. მაიცა ანუ სასწრაფოში რეკავდა, როცა შეეჯახა თუ გზაში რეკავდა? არა, რო დაეჯახა ბათმე. ანუ ის მანქანები თუ არ იდგებოდა პარკინგზე, ანუ ჩვენ შეგვეჯახებოდა, რადგან ანუ მანდ ვიყავით რა. ხო, ცოტათი მოხუცებული კაცი იყო. მაგრამ ჩვენ რო გავიჩითეთ ზუსტად მაგ მომენტში, ანუ ეს არის ძალიან უცნაური. პროსტა რილსების გასაღებად გამოვედით და GTA San Andreas-ის მუსიკაზე ვიღებდით კლიპებს და ეგ კლიპის მოხდებოდა კადრში, აი ხილას უნდა იყურო ეხლა, რადგან ანუ ბერლინში კი კაია, მაგრამ ანუ აქ რომ მოკვდი არ მინდა ხო ხდებით. შემდეგ დღეს წავედი შილაკზე, ეს არის Before. რაღაც ტაილანდური სალონი იყო, სადაც ძირითადად მუშაობდნენ მარტო კაცები. პეთ შილაკზე წავედი გასაკეთებლად. აი, ეს არის შედეგი. როგორც მივხვდი, ტაილანდური სალონი იყო, რადგან ყველა ვინც მანდ მუშაობდა, მგონი ტაილანდიდან იყვნენ, როგორც მივხვდი, აზიური გარეგნობა ჰქონდათ და უმეტესობა კაცები მუშაობდნენ. რაც ცოტა უცნაურია. ისეთ სიმპათიური ბიჭები მიკეთებდა ფრჩხილებს. შეხედეთ, რა სილამაზე გამიკეთა. და ფასიც უნდა გითხრათ, ღირდა 28 ევრო და მეორე ჯერისთვის როგორც მითხრეს 35 ეღირებაო. მეთქი კარგით. მეორე ჯერ აღარ ვიქნები აქ უკვე მე თბილისში ჩავდივარ და 37 წუთში დაამთავრა აი ეს სილამაზე. ძალიან სწრაფად მუშაობდა. გერმანიაში ბოთლები და ბანკები შეგვიძლია ჩავაბაროთ, ანუ რასაც ვყიდულობთ მაღაზიაში ზოგი ბოთლი ბარდება უკან და გვეძლევა რაღაც ბოთლის საფასური. ძალიან ბევრი ბოთლი დაგვიგრო და მე და გერმანელი მივდივართ ახლა ჩასაბარებლად და ვნახავთ რამდენი გამოვა ფული მაგისგან და იმ ფულით რაღაც ჩეკი გეძლევა და იმით შეგიძლია გაატარო მაღაზიაში და ანუ ამ თანხის ფასდაკლება გექნება. კაი რაღაცაა, კაი მოფიქრებულია მომწონს. ახლა ქალს ველოდებით როდის მორჩება, თორე აქ ზოგადად ძალიან დიდი რიგები დგას ხოლმე, ჩვენ ცოტათი დილით მოვედით, რომ მოვასწროთ ჩაბარება წყნარად. რაღაც სითხე თუ არის დარჩენილი ამ რაღაცაში ასხავ და მე აგდებ აი ესე, როგორც ეს ქალი აკეთებს. და თვითონ აპარატი ასკანირებს. აი ესეთი ჩეკი გვაქვს ახლა. 3 ევროს გამოგვივიდა ეს ყველაფერი. მოგვივიდა კეფირი, ნაყინი და აირანი ვიყიდე. ისე საინტერესო ფაქტია, რომ გარეთ აი ძალიან იშვიათად ხდება პოლიცია. რადგან ანუ ზოგადად არაფერი არ ხდება, ცუდი. ამიტომაც ანუ პოლიცია პროსტა ისენებს რა. ანუ ერთი თვე აქ ვარ და ორჯერ მინახია მხოლოდ გარეთ პოლიციის მანქანა. აქ ხო გახსოვთ რომ გითხარით რომ პლანი არის ლეგალური, აქ და აი აქ რაღაც რეკლამები მხვდება ახლა. ეს არის როგორც ფესტივალი, სადაც ხალხი იკრიბება და საუბრობს მოსაწევზე, სადაც შეგიძლია იყიდო, გააზიარო შენი ექსპერიენსი და ასე შემდეგ. ცოტა უცნაურია ხო ამას რო ხედავ ხოლმე. მოკლედ ახლა გერმანელმა რა მითხრა, აქ არის ესეთი მწვანე ჩასადები, რა ვიცი, ყუთი, რკინის ყუთი. მითხრა რომ ამაში ნებისმიერი ადამიანი ყრის ძველ ტანსაცმელს და მე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქიდან ამოიღოს და მითხრა რომ შეიძლება საქართველოშიც ჩამოაქვთ მეორადი ტანსაცმელი, რომელიც ხალხი აი ამ ყუთებში აგდებს. უბრალოდ ჩვენთან ყიდულობთ. საინტერესოა რა. აქ მოკლედ ახლა კაფეში ვზივართ, ჭამდით პიცას და აქ კაროჩე ვიღაც გიჟმა გაიარა რა. აი ამ რაღაცას დაარტყა ხელი და მე ანუ პოლიცია გაჩერდა იქ და ანუ რაღაც რაზბორკები ხდება რა. ძალიან ბევრი პოლიცია შეიკრიბა რა, უცებ ანუ არავინ თითქოს და არ დარეკა არსად და ანუ უცებ პოლიცია გაიჩითა ორი მანქანა, ერთი კაცი გამოვიდა იქიდან. ძალიან ბევრი ხალხი აქ როგორც ხვდები დრაგებზე არის და ანუ ცოტათი ანუ ხშირად ხვდება გიჟი ხალხი რა, რომელიც პროსტა მიდის და ანუ ყვირის გზაში ან აი როგორც ახლა ხელი დაარტყა რაღაც სარეკლამო ბანერს და მე ხალხი გამოვიდა იმ მაღაზიიდან, კაფე არის ხო კაფედან და რა ვიცი მე პოლიცია გაჩერდა. დღეს კვირა და არც ერთი მაღაზია არ მუშაობს და მე და ჩემი ძმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ტაი პარკში. მან
პირველ კვირას გადის street food-ი, ტაილანდური street food-ი და გვინდა დავაგემოვნოთ საჭმელი. ეხლა bus station-ზე მივდივართ, ავტობუსით უნდა წავიდეთ, რადგან 1 საათი უნდა ვიმგზავროთ. ორ სართულიან ავტობუსში ვზივართ ეხლა. VIP ავტობუსი სავითაა. თითქოსა ლონდონში მგონია თავი. ან პირველად ვარ ორ სართულიან ავტობუსში და მაგარი გრძნობა თითქოსა ძალიან ზემოთ ხარ სადღაცა რა. მოგონია თუ დაიჯახება პიზდეცი ვარ. აი მივედით უკვე street food-ზე, ძალიან უსაური საჭმელებია, გვინდა ეხლა დავაგემოვნოთ რაღაცეები. ჩვენ გერმანელ მეგობარს ველოდებით ეხლა და მაგის ფრანგ მეგობარს და მე უნდა დავაგემოვნოთ. მოკეთ, ამ რაღაცის გასინჯვა გვინდა, ღორის ხორცი არის, ამების გასინჯვაც გვინდა და რა თქმა უნდა სკვიდვარდის. და ვნახოთ გემრიელია თუ არა. აი ეს უნდა გავსინჯოთ ეხლა. სიმართლე გითხრათ, არ მინდა, აი მართლა არ მინდა მაგის გასინჯვა. 4 ევრო ღირდა აი ეს რაღაც. საერთოდ არაა გემრიელი. გონი გულია მერევა ეხლა მეგობრებო. რაღაც თითქოსა даже არ ვიცი ისი გემო აქვს. რაღაც მარილიანია და რაღაც შებოლილის, ცუდად შებოლილის გემო აქვს. თითქოს შემწვარი ან დამწვარი თუ რაღაც ეგეთი. კონსისტენციაზეც გრძნობ რომ რაღაც პროცესს უჭა. დიდად ვერ გეტყვით რომ კარგი არის. არა არ მომწონს. ბიჭო კუზნეჩი კი გავსინჯე და მის ვერ ვყლაპავ. არ მინდა მაგის შეჭმა, რადგან გრძნობ რომ ვარწყევ რა. შემდეგს გავსინჯავთ სკვიდვარდს. ვერ წამბიჭავ. 8 ფეხა ცუდი არ არის. პროსტა ცოტათი რეზინის გემო აქვს. ანუ კონსისტენცია აქვს რეზინის, მაგრამ გემოზე შემდეგ გავსინჯეთ ბასტორმისნაირი ღორის ხორცი. შემბრეკეტებისთვის ძალიან ცუდია. რადგან ქვასავითაა. ანუ რაღაც უცნაური გემოები აქვს, ანუ ზედმეტად ჩახარშულია და რაღაც შებოლილის გემო აქვს. ანუ ვერ წვავ, ანუ ჭამ და ანუ რაღაც გრძნობ რომ რაღაც ნიტუა რა. ქართული საჭმელი რომ ახსენდება, ისეთ გემრიელი საჭმელი გვაქვს რომ რავი. ეხლა აი ეს უნდა გავსინჯოთ, რაღაც ტყილეულია, რაღაც პატარა კეიქს გავს. ანუ თითქოს და ტკბილი პერაშკი არის გემოზე. შიგნიდან ანუ ცომია რა. ტკბილი სომია პროსტა. რაღაც აზიურ სტილშია თითქოს და ქადა. სეზამის თესლები აქვს მოყრილი ზემოდან. აი რაღაც ეს უნდა გავსინჯოთ ეხლა. 7 ევრო ღირს, ეს არის რაღაც მგონი კვერცხი, რაღაც სალატთან, რაღაც ბლინისავითაა ზემოდან. კვერცხის ბლინზე იდება კვერცხი. აი ასე ანაწილებს მთელ ბლინზე. აყრის სეზამის თესლებს. აი ასე ფრთხილად ატრიალებს. ამატებს соуს, სალატს, ხორცს, ამატებს კეჩუპს. და აი ასე ლამაზად ახვევს და ჩვენი კლასიკური ჯიანბინგი მზად არის. ჩემო ძმამ რაღაც ესეთი იყიდა, არ ვიცი რა არის, ან ვერ მოვასწარი გადახება, ხო რაღაცას ყიდულობდი. ესეთი რაღაც соуსი მოყვება და ეხლა გავსინჯავ. მე ხარ ეს რა ვიყიდე ხარ. თვითონაც არის ის რა იყიდა ასე რომ. რაღაც კომბოსტოსთან არის. უი არა, კომბოსტო არ არის. კომბოსტო არ არის, ვერმიშელი არის შიგნით. ძალიან ბევრი ბაბლ-티 სასმელის არჩევანი იყო. ეს არის მანგოს და ქოქოსის წვენი ბაბლ-티. ეხლა ის უნდა გავსინჯოთ. ეს სასმელი ძალიან გემრიელი იყო. შემდეგ შევუკვეთე მოჩის ვაფლი მარწყვთან და ფისტაშკის соуსთან. ფისტაშკები დიდად არ მიყვარს, მაგრამ ეს ნამდვილად გემრიელია. აქ კიდე მითხრეს, რომ ყველა ადამიანს აქვს პირსინგი და ტატუ და თუ ტატუ არ გაქვს, ესე იგი ბერლინელი არ ხარ. მართლა რამდენი წლის არ უნდა იყო, ყველას აქვს ძალიან ბევრი ტატუ და პირსინგი. ესეთი საინტერესო ფაქტია. ამაზე მე დავამთავრებ ამ არაჩვეულებრივ ვლოგს. ამ ვიდეოს მანძილზე სულ დამეხარჯა 114.5 ევრო. ეს არის 351 ლარი. როგორ ფიქრობ, ძვირია თუ არა? მე ამაზე დაგემშვიდობებით და ჩვენ შეხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის.